შემდეგი ანესთეზია, მეხუთე ძირითადი ანესთეზია ზედა ყბაზე, გახლავს ბავშვებო, გინდა ავდგეთ? არა. ინციზიური ქვია, ანუ გაჩერდით. თეთი გაჩერდით. აი ამოვაჭრე. არა, მოვიტანე ინსტრუმენტს. ეცალ. ამოუგრიხავ. კარგი შეაღალა. გაიღვიძა, მანამდე ხო ჩუმატი. აი რაც არ. პირველ საათზე ხო ხედავდი ჩუმატი. ხო, ჩაბარებაზე ჩუმათი იყო და მე არცად არ მიჩქარება, იჯექით ესე. ძალადობაზე ხაზი აქვს. არცად არ მიჩქარება. ინციზიური ანესთეზია, ანუ სხვაგვარად ამ ანესთეზიას ქვია ცხვირსასის ნერვის გაუტკივარება, ცხვირსასის ან საჭრელი ნერვის გაუტკივარება. ესე იგი, რა ქვია? ცხვირსასის გაუტკივარება. ცხვირსასის არა, დააყოლე. ცხვირსასის რა? ნერვი, შენ გაჩუმდი. ცხვირსასის ვიცოდი ისე. მითხარი. ცხვირსასის ნერვის გაუტკივარება. ანუ კიდე ამ ნერვს რა ქვია? ინციზი. ანესთეზიას, მაგრამ ნერვს რა ქვია მეორე სახელი? ცხვირსასის ნერვი, ანუ ხშირად ეხლა თანამედროვე ლიტერატურაში შეიძლება არ შეგვხვდეთ ცხვირსასის ნერვი და შეგვხვდეთ საჭრელი ნერვი. კიდე სად იყო საჭრელი ნერვი რო გავაუტკივარეთ? რომელი ანესთეზიის დროს იყო? აბა ვინ მეტყვის? აბა? აბა? აბა გაიხსენე. ქვედა ყბაზე იყო. მენტალური ზონა. გახსოვთ რა გეუბნებოდით? აქ რო შეხვალთქო, შემდეგ თუ არ ჩახვალ 0.5-ზე თქო. გახსოვთ რო ვარ ჯიშობდით? იმასაც საჭრელი ქვია, ოღონდ რატომღაც გეგონება სხვა სახელი არ არის, მაგრამ ნუ ესე ქვია ის საჭრელი. ანუ ეს სხვა არის. ეს ამ ნერვში არ აგერიოთ. ეხლა ბავშვებო ეს ცხვირსასის ნერვი, ანუ საჭრელი ნერვი გამოდის საჭრელი ხვრელით. ანუ იგივე სახელი ქვია ხვრელსაც, ცხვირსასის ნერვი გამოდის ცხვირსასის ხვრელით, ანუ საჭრელი ხვრელით. და სად მდებარეობს ეს ხვრელი? აი აქ ცოტა ბავშვებო ნახეთ ძვალი, ანუ ალვეოლური მორჩია ეს ერთხელ მოვიტყდა ბავშვებმა რომ დადეს, ამიტომ ნახეთ ცოტა სიმაღლე აკლია. მოდი ამაზეც გაჩვენებთ. ეს მდებარეობს ცენტრალურ ზედა ცენტრალურ საჭრელებს შორის, ანუ შუა, ნახეთ? ანუ ცენტრალურ მარჯვენა და მარცხენა საჭრელებს შორის შუა კიდიდან, ანუ ალვეოლის კიდე, ხო ესა? დაახლოებით 0.8 სანტიმეტრის დაშორებით. ნახეთ, აი გადმოვზოლე. ეხლა აქ ნახოთ, აი 0.8 ეხლა აქ იმიტომ შემცირდა, რომ ძვალი აღარ არის ცოტა. აი ეს ხვრელია. ხედავთ? აჰა, ჩავდოთ შპრიცი. აჰა, ანუ ცენტრალური საჭრელებს შუა ცენტრალურ საჭრელებს შორის, ანუ ამ ორ კბილს შუა ალვეოლის კიდიდან 0.8 დაახლოებით სანტიმეტრის დაშორებით. აი ეს არის საჭრელი ხვრელი. სხვათა შორის პირის ღრუში რო ჩახედავთ, ამ საჭრელ ხვრელთან, ანუ ენაც რო გაისვათ, კარგად ჩაანათოთ რამე სარკმელს, შეხედოთ, ნახე აქაც კი ჩანს, ეხლა ეს ხომულაჟია, ნახეთ, მოკიდეთ ხელი, აქ არის ლორწოვანის შემაღლება, საჭრელი დრილი ქვია. აი თქვენ სარკეში რო ჩაიხედოთ რავე სარკით, ანუ ჯოლებრივ ნახავთ, რომ აი ხედავთ აგერ ამობურცული როა ცოტა. ანუ რა ქვიებია? საჭრელი დრილი. ანუ ლორწოვანის შემაღლება. ეხლა ჩხოლეტა კეთდება. კიდე მეორე ორიენტირი აუცილებლად უნდა იცოდეთ. ორი ხაზის გადაკვეთა. ეს რა ხაზი იყო? ეს წერა მილიონჯერ ვთქვი. შუაში რო ჩადის. სასის შუა ნაკერი. ერთი ეს ვერტიკალური ხაზი აიღეთ და შემდეგ იცით რომელი კბილები? ანუ ეშვები. აი აქეთ მარჯვნივ და მარცხნივ. ოღონდ ეშვის რომელ კიდეზე გავატარე? წინაზე? უკანა კიდეზე გავატარე. ეშვის უკანა, ანუ დისტალურ კიდეზე. აი ესე გაატარეთ ჰორიზონტალური ხაზი და სასის შუა ნაკერს, სადაც გადაკვეთავს, იქ არის ეს ხვრელი. ხო. ერთი ეს შეგიძლია ეგრე გააკეთო. მეორე მე რაც გითხარით, ცენტრალურ საჭრელებს შორის შუაში ალვეოლის კიდიდან 0.8 სანტიმეტრით ქვევით. ასევე იქ არის საჭრელი დრილი, არ დაგავწეთ. ეხლა როგორ გავაკეთოთ ტექნიკურად ეს ანესთეზია? თავი უნდა იყოს გადაწეული მაქსიმალურად, პირი ღია და ნახეთ ბავშვებო როგორ დავიჭერ შპრიცს. შპრიცი მიჭირავს მოპირდაპირე მხარეს ირიბად, აი ესე ჰორიზონტალურად, არა ცოტა ირიბად, ქვევიდან საით. ზევით. ოღონდ
არავითარ შემთხვევაში აი ამ უშუალოდ საჭრელ დურილთან, სადაც ეს ხვრელია, არ უჩხვლიდოთ. ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ აი ამ საჭრელ დურილში ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებებია. ძალიან ბევრი მომარაგებული აქვს ნერვული რეცეპტორები. ამიტომ რო დარწმუნებული იყო, რომ აქ არის ზუსტად ეს ხვრელი, პირდაპირ აქ ამ დურილში არ უჩხვლიდოთ. საშინელი მტკივნეულია. ამიტომ რას ვაკეთებ იცი? მისგან ოდნავ მოშორებით დაახლოებით 1 სანტიმეტრამდე მაინც 0,8 სანტიმეტრამდე მოვაშორებ და ჩხლეტას ვაკეთებ, ეს იგი მისგან დაახლოებით 0,1 სანტიმეტრის დაშორებით. კეთი უყურე? გაიმეორებ, შპრიცი მიჭირავ დირიბად, როგორ ქვევიდან ზევით და მივდივარ რა მიმართულებით. ძვალზე ცუცით აი წინ და ვეცე ხვრელს. აჰა, ჩავარდება ნიმსის წვერი და ახლა რას ვაკეთებ? 0,203 ცოტა უნდა ნახეთ მილილით დავღური და 0,5 სანტიმეტრზე 0,3-0,5-ზე მეტი არ შეხვიდეთ და იქაც 0,3 მილილით დავღური. თქვენ თუ მეცე შეხვალთ, ნახე სად გახვალთ? სად შევედი? ზღვაში აქ არის ძალიან თხელი. აი ეს თხელი ძვალია, ძალიან თხელი ფირფიტაა და ნემსის წვერმა შეიძლება ასე ამ ხვრელიდან გაჩხვლიდო ეს ძვალი და ცხვირის ღრუში აღმოჩნდა, რაც არაფერში არ გჭირდება. გასაგებია, ხო? ესე იგი მიმართულებები იცით, ვეძებთ ხო ამ ხვრელს, როგორც მოხდება ნემსის წვერი, 0,2-0,3 მილილიტრი დაღვარეთ. შემდეგ შედით რამდენზე დაახლოებით 0,3-0,5-მდე მეტი არა, 0,5-იც კი ბევრია რა. და დაღვარეთ ისე 0,3 მილილიტრამდე. ანუ თუ მეცე შეხვალთ, აბატონო, ცხვირში შეხვალ, აგერ არ შეხვალ თავისუფლად, არ უნდა მაგას ბევრი ჭიდაობა, პირდაპირ ცხვირის ღრუში აღმოჩნდები. ეს ანესთეზია 2-3 წუთში დგება. ნახეთ რა, მოკლე დროში. ეხლა რა გაუტკივარდა თქვენი აზრით? გაუტკივარების ზონა რა იქნება? ფრონტალურები, ეშვები, გვერდითი საჭრელი, მერე ცენტრალური საჭრელი გაუტკივარდა. პრემოლარი. კბილები გაუტკივარდა თვითონ? არა, ვესტიბულური. კბილები, ზორია. ორივე მხარეს არის, ორივე მხარეს. სასის მხრიდან გაუტკივარდა, ესე იგი, აი ესე, ნახე ეშვები. იშვიათად ზოგჯერ შეიძლება პირველ პრემოლარზეც გადავიდეს ანესთეზია, გავრცელდეს. ანუ აი ეს ფრონტალური მიდამო გაუტკივარდა კბილები ალვეოლური მოჭრილი ლორწოვანი, რომელი მხრიდან? სასის მხრიდან. ეხლა თუ თქვენ ნახეთ რას გააკეთებთ შეგიშავათ და იგივე წავედით და შევედი ხვრელში. დავუყარე 0,3 მილილიტრი, 0,2-0,3. და შიგნით არ წავიწიე 0,3 სანტიმეტრზე რა. ანუ 3 მილილიტრი, რა ჯერმედა ქვია თულათავა. მილიმეტრი. 3 მილიმეტრი არის 0,3 სანტიმეტრი. ნახეთ ბავშვებო და არ წავედი ხვრელში რომ მოვხვდი, აღარ შევედი. იცი რა გაუტკივარდება, მარტო ლორწოვანი, კბილები არ გაიჩება. ანუ სასის ეს ლორწოვანი იქნება გაუტკივარებული. თუ შენ რამე ინსტრუმენტით გასინჯავ და გეუბნება ადამიანი რომ ვაიმე მტკივა აქ კბილები და ესე უნდა მიხდე რომ ეს არ შეხვედი შიგნით აღარ წახვედი. და ეს სასის ლორწოვანი კი ბატონო დაბუჟებული ექნება. მაგრამ შენ სასის ლორწოვანი არ ჭირდება ხო კბილისთვის ძირითადად გააკეთეთ. გავიგე? ეხლა 3-მდე შევართ შიგნით. კი, 0,5-მდე. 0,5-მდე. რა მითხარით, იცით ეხლა ბავშვებო? აი ეს ინციზიური ანესთეზიის დროს რომელი ტოტები გაიჭიშა ალვეოლური ნერვის? წინა. ინფრაორბიტულის დროს წინა და უკან, შუა. წინა და შუა. ტესტებში უყვართ ეგეთი კითხვები როცა. მარტივად წინა და შუა. კბილები, რომელი კბილები იმის რა თქმა უნდა, იმის განსაზღვრა. ზედა უკანა ალვეოლური ნერვი მარტო მოლარებზე. ალატინური შუა პრემოლარები იქნება. და მოლარები. უკანა და ინფრაორბიტული ნიშნავს შუას და წინას. და აი ეს ბოლოს ინციზიური წინას. წინა ტოტს, ალვეოლური ნერვის წინა ტოტს. რა გინდა მითხრა?